ანასტასია, ჯოდო ქარი რო უნდა გავხდე, იცი? ჯოდო უკვე ხარ, ქარი გაგლია. შეხედე რეებს ეუბნება ბავშვს. შეკიდა რა ჯოდოქრობა აიტეხე, ვერ გავიგე. აუ ეს ციგნები ხომ იყიდე? ოზის ჯოდოქარი და რო წავიკითხე სამივე მინდა რომ მე ჯოდოქარი ვიყო. უი წაიკითხე უკვე ესენი? ქარჩხალის გამომცემლებამ გამოუშვა. ოზის ჯოდოქარი ხო, შემდეგი ნაწილებიც იქნებოდა გიყიდი მე მაგასაც. აუ თეკლას ბებია რო აკეთებდა იცი ჯოდოებს? ერთხელ კარადაში უპოვეთ თოჯინები და თავშქონდა ჭოჭობილი კინძის თავები. მაგრამ თან ტუალეტის ქაღალდში ქონდა ეგენი გახოვილი და მაგას ვერ მივხვდით რატო. ტუალეტის ქაღალდში? დედა მაკალმა ხوار გავუკეთა და რამე ჯადო ომარიკოს. სულ არეული რო აქ ბავშვს კუთვნასლავი. ეგ ჯადოს კი არა ბუფეტის მაკარონინი ხაჭაპურის დამსახურება. თე ჯადო რო გავუკეთო ჩვენი ბუფეტის გამყიდველს. იქნებ მე მაინც ჩადოს ყველი ხაჭაპურში. აი მე გაჩერდი ახლა არ გიდათ წევლები და რაღაცები კი ყვაწებით რა. ნუნუს ხო უყურებთ. რო წევრი და მის დღემში ვიღაცას მაგით არ დარჩენილი კაცო ძალით ირკმები. მაგას წევლის გამო კი არ აქვს ძალით ირკმელი. ამოიჭრა და გაყიდა. მაგით აქვს 60-ხიანი ბინა. შენ რა იცი ეგ? მეგონა მარტო მე ვიცოდი. მე წავედი უნდა ვისწავლო უშელოცები და ჯადოქრობა. ჩემოთახში ვიქნები. ომარიკოსა ეთარიენგა, რო არ მომხდო თვალში. რა ვიცი გოგო, ეს ციგნები ხო ვუყიდი ამას, ეს ოზის ჯადოქარი ქარჩხალის გამომცემლობის საიტზე. ხო და შეიკეტა ხა თავის ოთახში ჯადოქრობს რაღაცებს. თე წვენი არ გინდათ? გამარჯობელია დეიდა. მე გავაკეთე ეს წვენი და გასინჯოთ ორივე. მაჩვენია აბა. და რა უცხო გემოა, ხო კაია. როგორ გააკეთე ეს? როგორ და ვაშლის წვენი, ცოტა ცივი ჩაი, შამპუნი, იოდი და გახეხილი საბონი.